სამშვიდობისა ეთერშია პოლიტმეტრი, მე ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი ვარ. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ გადაიხედოს კანონი ოკუპაციის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთის მხარე მზად არის სხვა დონეებზე კონტაქტებისთვის. არსებულ და მისასალმებელ დონედ მას პატრიოტთა ალიანსის წევრების მოსკოვში ვიზიტი მიაჩნია. ძალები კი, რომლებიც საკუთარ თავს და მოტივებს პატრიოტულს უწოდებენ, ოპონენტთა მხრიდან კი ნეოფაშისტებად იწოდებიან, ქართველთა მარშისთვის ემზადებიან. პოლიტმეტრში ერთმანეთის პირისპირ რამდენიმე წუთში სანდრო ბრეგაძე მოძრაობა ეროვნულების თავმჯდომარე და ვახტანგ მეგრელიშვილი გირჩი. საუბარს კი რამდენიმე წუთში ქართული ოცნების წევრთან გია ვოლსკისთან დავიწყებთ. ოკუპაციისთვის ახალი წერტილები მონიშნულია. სამიზნე ქარელის რაიონი. დაგეგმილი აქცია საოკუპაციო ხაზთან. დაგეგმილი აქცია თბილისში, რომელიც სხვა მიმართულებით წავა. ეს არის წმინდა ქართული მიწა. ვინ სად ეძებს მტერს და რატომ? არეული ორიენტირები პოლიტმეტრში დღეს. ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მიღმა. სოფლიო მემკვიდრეობის სიაში არსებულ ძეგლებზე დაუშვებელია რაიმე სახის რეკონსტრუქცია. სხვაობა რემონტსა და რესტავრაციას შორის. პოლიტმეტრში დღეს როგორ ესმოდათ და როგორ ესმით კულტურული მემკვიდრეობა ქვეყანაში. გია ვოლსკი, ქართული ოცნება სამშვიდობისა. ბატონო გია, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ საზღვრის გადმოწევის ყოველი ახალი პრეცედენტი არის პრობლემა? რასაკვირველია პრობლემა, მაგრამ მნიშვნელოვანია. მე არ ვიცი ხა ამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადმოწევა, მცოცავი ოკუპაცია, ეს გახდა თემა შიგნით საგამათოდ, როდესაც უფრო სიღრმისეულად უნდა მსჯელობდეთ საკითხებზე და კვლავ პოლიტიკური სპეკულაციები. არსებობს ბრძანება, ერთხელ თქვი და ბევრჯერ გავიმეორებ კიდე პრეზიდენტ სააკაშვილი, სადაც ნათქვამია, რომ ადმინისტრაცია, დროებითი ადმინისტრაცია განაგებს ტერიტორიას, რომელიც მოიცავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს. იმ საზღვრებში, რომელიც არის საბჭოთა კავშირის პერიოდიდან დადგენილი. მოხდა ომი, ეხლა ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და გავთავისუფლდით ქართველებისგან. ჩვენ ვამბობ და სწორად ვამბობთ, რომ არის ოკუპაცია გარკვეული ტერიტორიის, მაგრამ როდესაც ამბობენ რა ტერიტორიის, ეს არის ის ტერიტორია, რომელზედაც თავის ბრძანებულებაში საუბრობს სააკაშვილი და დღეს ცდილობენ იმას, რომ თითქოს კი მაგ დროს დაკარგეს რაღაცა მცირე რაოდენობა, მაგრამ დღეს აი მცოცავმა ოკუპაციამ განაპირობა კიდე მეტი ტერიტორიების ჩართვა ოკუპაციაში. აი ეს არის ერთი თემა. ეხლა მეორე ხაზი თქვენ რასაც ამბობთ, ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი საკითხი, არის აი უღრმესი შეშფოთების თემა არსებობს, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს არის მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირების ერთი მონაკვეთი, რომელსაც ქვია საქართველო. და არის ოკუპაცია, რომელიც არის რეალურად შემდგარი აქტი, მას მერე რაც იყო უშველებელი შეცდომები, დანაშაულებრივი შეცდომები ჩადენილი. ეს არის რეალობა. ამ რეალობაში ზოგი გვეუბნება, რომ გადადით შეტევაზე და ეკონომიკური სანქციების ქვეშ მოაქციეთ რუსეთი და იმასქენით მწვანილზე ნუ გაცვლით საქართველოს ინტერესებს და მეორენი ამბობენ, რომ მოდით კიდევ დამატებითი რაღაცა ხაზები შევქმნათ ურთიერთობისა რუსეთის ფედერაციასთან და თუ კი რაიმე კანონი, აი თქვენ რაც ახსენეთ, იყო განხილვაში და რაღაც თემებთან დაკავშირებით ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, ეს დავაყენოთ საპროცედურო ბოიკოტის რეჟიმში. აი ესეთი შიდა და გარე შემოწმების რეალობა არსებობს დღეს საქართველოში. აი როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც დატოვა წინა ხელისუფლებამ, აუდიტორიას ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგად მოიხსენება. მაგრამ მინდა გკითხოთ, აი რა ტიპის შვებაა ეს ხელისუფლებისთვის, რომ ეს მემკვიდრეობით მიღებული პრობლემაა და არა, ვთქვათ, თქვენს მიერ, თქვენს ხელში წარმოქმნილი. რა ტიპის შვებაა თქვენთვისაც და ასევე იქ მყოფი ადამიანებისთვისაც, ვისაც ეს უშუალოდ ეხება, მე ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ
რომ თქვენ ხელში შედარებით მცირე, მაგრამ მაინც იკარგება. ეს არის ფაქტი. ჩვენ ხელში არაფერი არ იკარგება, ეგ არის ფაქტი. ჩვენ ხელში ხდება იმისი დემარკაცია, რაც ჩააბარა და რა შვება, მე არ მithქვამს რომ შვება. მე არ მithქვამს რომ შვება. ჩემი კომენტარი დავიწყე იმით რომ მძიმე მდგომარეობაა თქო, მაგრამ ამ მძიმე მდგომარეობის გადატანა ამ საკითხის მცოცავია თუ არა მცოცავია, სწორედ მე ვთქვი ეგ რომ ეს არაფერი შვება არ არის. ამ ვითარებასთან დაკავშირებით ვერანაირ შვებას ვერ ხედავ. თუმცა, როდესაც კითხვა ისმება, რატომ აი ბატონია, ნახეთ, როდესაც კითხვა ისმება, რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება სტატუს-კვოს შენარჩუნებას, აქ არის პასუხი, რომ ეს სააკაშვილის დროს დაწყებული პრობლემაა. აი რა ტიპის პასუხია ეს? ძალიან საინტერესოა, შეიძლება აუდიტორიის თქვენ ამას კითხვის ფორმას აძლევთ, მაგრამ ეს ფაქტიურად ოპონენტის პოზიციაა, თქვენ რასაც ამბობთ. ფართოკის რეჟიმში ვართ ეგრეთ წოდებული, ანუ მწვავე საუბრობთ, ბატონო გია, მე კითხების დასმა მევალებაა და ჩემ პირდაპირ მოვალეობაა მწვავე კითხების დასმაც. მივესალმები, ქალბატონო ნინო და რა ვქნა ახლა. თქვენ გისმინოთ თუ პასუხი გაგცეთ. არა, როდესაც თქვენ მე თავს მესმით, ასე მე მივესალმები თქვენ პოზიციას. ნუ ახლა მეც ლაპარაკობ, თქვენს ლაპარაკობ და ესე არ გამოვა. ეს არ არის მტრული რეჟიმი, ეს არის რესპონდენტის მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. მადლობა ბატონო გია, მადლობა გისმენთ. თქვენ ეგრეთ რეჟიმში აპირებთ? ხო, მე არ ვაპირებ ესე გაგრძელებას. მივესალმებით თქო, მწვავე რეჟიმში მივესალმები, მაგრამ ეს გრძელი ტირადების საუბარი არ ამგონია, სწორე იყო, საშუალებას არ მაძლევთ, რომ პასუხი გაგცეთ ჩამოყალიბებული. ბატონო გია, რაზე არ გაპასუხებინეთ, მე გეკითხებით. კარგით, მაშინ თქვენი ლაპარაკეთ და მე გავჩერდები. მოგისმენთ, მე მაქვს შეკითხვები თქვენთან. რა ტიპის შეკითხვები გაქვთ? თუ შევცვლით როლებს და თქვენ გინდათ რომ ამ ვიდეოში მე ვიქნები ჟურნალისტი და თქვენ იყავით რესპონდენტი და ესე ვისაუბროთ. ბრძანეთ თუ რამე კითხვა გაქვთ ჩემთან, ამის შემდეგ მე ვეცდები რომ გავაგრძელო ის რეჟიმი. არა, მე არ გეუბნებით. მდგომარეობა უარესდება ვამბობ. თქვენ ამბობთ რომ თქვენ მააბრალებთ რომ მე თვითონ არ მესმის რომ უარესდება მდგომარეობა, ცუდი მდგომარეობაა. აი ისე თქვენ ისეთ კომენტარებს აკეთებთ, რასაც იმეორეთ ფაქტიურად მე რასაც ვამბობ. აქ არის რთული სიტუაცია შექმნილი, გეუბნებით რომ ამ სიტუაციაზე ნავთს ხავს ის არასწორი შეფასებები, რომელსაც აკეთებენ ოპონენტები ხშირ შემთხვევაში თავისი პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად და რასაც ხშირ შემთხვევაში გარკვეულ შესაძლებლობას განვითარებას უქმნის ზოგიერთი მედია საშუალება. ეს რეალობაა, მე რასაც ვხედავ. რასაც თქვენ ამბობთ, მე აბსოლუტურად გეთანხმებით, ვითარება ამასთან დაკავშირებით შვებას ვერანაირს ვერ აძლევს, მაგრამ როგორც კი ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რას აკეთებს ამისათვის საქართველოს ხელისუფლება, კატეგორიულად არასწორია ვთქვათ, რომ ჩვენ ვაბრალებთ მარტო მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ და ამით ვამთავრებთ საქმე. შეხედეთ რა ხდება. რამდენი შემოტევაა და რამდენი ცდილობაა, რომ სიტუაცია აერიოს და დესტაბილიზაცია მოხდეს. გინდა შიგნით, გინდა გარეთ. ამ ვითარებაში ჩვენ ვახერხებთ ჯერ ესეთი საკმაოდ სერიოზულ პროგრესს საგარეო ურთიერთობების და საგარეო ფორმატებში და მეორე მაინც ვახერხებთ გავაგრძელოთ ურთიერთობები რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატში, რომელიც ყოველთვის ჯობია ომის ფორმატზე. აი, მე მაინტერესებს რა პოზიცია გაქვთ სწორედ აი ამ კონტექსტში, რაც ახლა თქვენ ბოლო წინადადება თქვით პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით. ეს საუბრის ფორმაა. როგორც აღმოჩნდა, მას დღეს ამ ვიზიტს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ამბობს, რომ მიესალმება ასეთი ტიპის კონტაქტებს და მხარს უჭერს კონტაქტების კიდევ მეტად გაღრმავებას. როგორ აფასებთ თქვენ პატრიოტთა ალიანსის ვიზიტს? საერთოდ მართალი გითხრათ, ეხა ვიზიტი, კონტაქტი, ურთიერთობა, მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა რასაკვირველია, უკეთესია, ვიდრე არსებული დაპირისპირების რეჟიმი, რომელიც გააჩნია არა მარტო საქართველოს რუსეთს, არამედ მთლიანად მსოფლიოში უამრავი დაპირისპირების კერა არსებობს. მოლაპარაკება არის თემა, რომელიც პირველ რიგში უნდა ესმოდეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ამის აუცილებლობა. მე ვერ გეტყვით, რომ ეს არის რაღაცა ტრაგიკული გამოვლინება,
რასაც თქვა პატრიოტთა ალიანსი აკეთებს, შეიძლება რაღაც ურთიერთობა პოზიტიურიც კი იყოს, მაგრამ რეალობა არის სხვა კიდევ. არის რეალობა ის, რომ პარალელური რეჟიმი ვითარდება იმასთან დაკავშირებით, რაც რა პროცესებიც მიმდინარეობს. აი საფრთხის შემცველი არის თუ არა ბატონო გია ეს მაინტერესებს. თქვენთვის როგორც უკვე საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსისთვის, პარლამენტარისთვის არის თუ არა საფრთხის შემცველი მსგავსი ტიპის მოძრაობები? მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებრივად არასწორი გადადგმული ნაბიჯია. საფრთხის შემცველი იმდენად დიდია რუსეთის პოლიტიკა, რომ აი ეს დეტალები ამას ვერც დაამძიმებს, უკვე ვეღარ დაამძიმებს, მაგრამ რეალობა ხა მცდელობა იმისი, რომ მოლაპარაკება აწარმოოს, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმე თქვას, რომ ეს არის ძალიან ცუდი მცდელობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პროფესიონალურად მიამიტურია, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებრივად არასწორია, იმიტომ რომ როდესაც ერთი პოლიტიკა, ერთი სტრატეგიას არ ვითარებს სახელმწიფო, იმის ჩვენება, რომ არსებობს კიდე მეორე სტრატეგიული მიმართულებაც, მაშინ როდესაც სახელმწიფო კიდე უფრო ღრმად ფიქრობს და კიდე უფრო მრავალ მხრივი ისინი აქვს მიმართულებები თავის საქმიანობაში, მე ვფიქრობ, რომ ეს ასუსტებს ძირითად ხაზს, რთულ ხაზს, რომელსაც სახელმწიფო არ ვითარებს, მაგრამ მნიშვნელოვნად შევაფასოთ შედეგებით. სტაბილური ვითარება, რამაც შექმნა თუნდაც ისეთ რა მაინტერესებს უფრო ტურისტების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა რეგიონში სტაბილური ვითარების შექმნა. ასეთ იმაში რთულ გარემოში მე მგონი არის გარკვეულწილად დასაფასებელი და ამის უკან ძალიან დიდი შრომა დევს. ეხლა ამ შრომას ხაზი გადაუსვა და პარალელური პროცესის განვითარების შესაძლებლობა აჩვენო, როდესაც მოსკოვს ცრემლების არ ჯერა, მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებრივად არ არის მომგებიანი. როგორ ფიქრობთ, ეს ამ ტიპის ურთიერთობები, მხოლოდ პატრიოტთა ალიანსი არ არის, ვინც ვთქვათ, დასაშვებად მიიჩნევს პარალელურ კონტაქტებს რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან. ამ ტიპის კონტაქტები მიამიტური ხასიათის არის და გულწრფელი სურვილით განპირობებული, თუ არის მასში რაღაც მერკანტილური და არის მასში რაღაც კოლაბორაციონისტული, თქვენ როგორ ფიქრობთ? არა, მერკანტილურზე შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ ყველა ცდილობს, რომ წინას აარჩენოთ გარკვეული პოლიტიკური მერკანტილიზმი გამოიჩინოს, რაღაც გარკვეული ქმედებები, ეს თურმე პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და გარკვეული ნიშა დაიკავოს და შეაგროვოს თავის გარშემო ადამიანები, თუნდაც მცირე რაოდენობით, რაოდენობას ნუ განსაზღვროთ, რამდენად მცირეა, მაგრამ ფაქტია, რომ მთლიანად საზოგადოებაში განწყობები განსხვავდება მნიშვნელოვნად პატრიოტთა ალიანსის განწყობებისაგან, მაგრამ ცდილობს, რომ აი ამ მიმართულებით თავისი ნიშა დაიკავოს და გააძლიეროს. არსებობს სხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დამთავრდა დღეს პატრიოტული დროშებით უნდა გამოვიდნენ, ნაციონალური მოძრაობა მყავს ხედულობაში და ნეონაციონალური მოძრაობა და იძახონ იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიომოთ, გავიმარჯვებთ, დავამარცხებთ ბეჭებზე, დავდებთ რუსეთს, თუ კი მას ეკონომიკურ სანქციებს და სხვა ძალისმიერ მეთოდებს გამოვიყენებთ იმის მიმართ. ეს ყველაფერი მერკანტილიზმია, მაგრამ ორივე ერთად, ამ ორივეს ერთად აერთიანებს ერთი თქვენ როგორც აღნიშნეთ, მიამიტური რაღაც ცოტა ის იქნება, იცით, ძალიან სენტიმენტალური შეფასება. აერთიანებს სერიოზული სათაური, რომელსაც ქვია სახელმწიფოებრივად ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური გუნდების აი ბატონო გია, როდესაც თქვენ ცოტა ხნის წინ თქვით, რომ აი ხომ ხედავთ ასე თქვით, რამდენი მხრიდან აქვს შემოტევა ქვეყანას. აი ამ შემოტევაში იგულისხმეთ თუ არა, აი ამ ტიპის მოძრაობებიც არის თუ არა ეს ერთი კონტექსტი, აი აქვე მინდა კიდევ ერთი კონტექსტი დავამატო არსებულს პატრიოტთა ალიანსის აქტიურობის პარალელურად, ასევე აი ამ საზღვარზე რაც ხდება ჩვენ ყველა ვხედავთ de facto საზღვარზე და პლუს კიდევ ის მარში, რომელსაც ქვია ქართველთა მარში და რომელიც არის გასაგებია რა კონტექსტშიც. მე მაინტერესებს ამას მიიჩნევთ თუ არა ერთ ფლანგად და ერთი ფლანგის მიერ განხორციელებულ აქტივობებად.
რომელიც არ არის ქვეყნის ინტერესში და მათ შორის არც ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი თქვენი პოლიტიკური ძალის ინტერესთა თანხვედრაში. ეხლა უპირველეს ყოვლისა მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, თუნდაც ამ ქართული მარშის მონაწილეებს და ყველამ კარგად იცის და თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუცვა. როდესაც აჭარა დაუბრუნდა დედასამშობლოს, ილია ჭავჭავაძემ და ქართველთა წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, ჩემი დიდი ბაბუა გრიგოლ ვოლსკი მიავლინა აჭარაში ქართული საქმის საკეთებლად. არჩევნებშიც გაიმარჯვეს, უამრავი ქართველი მოღვაწე იყო იმ დროს იქ, მაგრამ მთავარი რითიც მიაღწიეს საწადელს ეს იყო განათლების სისტემის რეალიზაცია ძალიან სწრაფი ტემპებით. ქართული სკოლის გახსნა, ქართული გიმნაზიის გახსნა. თავად აი ამ ხალხის დასაქმება დავით კლდიაშვილს აქვს ეს ძალიან კარგად აღწერილი თავის ნაშრომში ჩემი ცხოვრება უშველებელ ნაწილს უძღვნის აი ამ პერიოდს აჭარის. მე ვერ წარმომიდგენია ვინმე აზროვნებდეს სტრატეგიულად და მიაჩნდეს რომ ვითარების დაძაბვა სწორედ ის არის რაც საქართველოს სჭირდება. მე შეგახსენებ თქვენ თემას რომელიც ეხებოდა ქორწინების თემას, რომელიც ეხებოდა მიწის თემას. სახელმწიფო მოახერხა ისე რომ ეს საკითხები ყოველგვარი ზედმეტი ამ დაძაბულობის ამ დაპირისპირების ტალღის აგორების გარეშე მოაგვარა. ესევე მოაგვარებს ეხლაც და ნებისმიერ მონაწილეს ამ მარშისა მოუწოდებ რომ იყოს განსაკუთრებით ხაზგასმით გამომხატველი დამახასიათებელი საქართველოსთვის დამახასიათებელი სიდინჯისა. უპირველეს ყოვლისა და არ დააზიანოს ქვეყანა დაძაბულობის ახალი კერების შექმნით. რაკიღაც თქვენს მათ შორის ხართ, ვინც აღიქვამს რომ უკაცრავად აი ვითარების დაძაბვასთან შეიძლება გქონდეს საქმე, ხომ არ ფიქრობთ რომ ვინც ვითარებას ძაბავს, მან უნდა აგოს კიდეც პასუხი და პრევენციული ღონისძიებებიც გასატარებელია ამ მიმართულებით. კანონს ვინც გადაცდება, ყველამ უნდა აგოს კანონს ვინც გადაცდება, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ არ მინდა ეხლა პირდაპირ ეს დავაკავშირო ქართველთა მოძრაობას, იქ არის უამრავი ვოლანტებული პატრიოტი ადამიანი და მე თავს მოვალეთ მივიჩნევ და სხვაებიც. რომ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ქორწინების თემა იყო თუ მიწის თემა იყო, გადავწყვიტეთ ისე, რომ ამ თემას არ ქონოდა შემოტევა თუნდაც გარედან და ვინც თulis რომ გარეშე ფაქტორი ქვეყანისთვის არის მეორე ხარისხოვანი ძალიან ცდება. აქედან გამომდინარე პასუხისგებელი ხელისუფლება ფიქრობს იმაზე რაც შეინარჩუნოს და განავითაროს სტაბილურობა, შეასრულოს ის უამრავი პროექტი რაც არის ჩამოყალიბებული და რასაც უკვე ჩაეყარა საფუძველი და ადამიანთა ჯგუფი ზოგიერთი ან კეთილი განზრახვით, ან ცუდი განზრახვით ცდილობს რომ ისეთი მოქმედებები განახორციელოს, რომელიც დამატებითი დაძაბულობის დამატებით კერებს შექმნის. და ბატონო გია, თქვენთან მინდა მაინც დავაზუსტო თქვენი პოზიცია. როგორ ფიქრობთ, საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის სხვა აღმსარებლობის, რელიგიის, თქვათ, ორიენტაციის ადამიანების არსებობა უფრო საფრთხიანია თუ ქსენოფობიური განცხადებების ყოველდღიურ რეჟიმში კეთება და ამის უკვე ტრადიციად ქცევა? მე მგონია რომ აგრესიული მხარე ყოველთვის სხვა კონფესიებს ნუ შევეხებით, იმიტომ რომ გუშინაგერ მუსლიმთა წარმომადგენლებთან ერთად ჩავატარეთ შესანიშნავი კონფერენცია, რომელიც ქალთა წინააღმდეგ რაღაც ტრადიციაში დამკვიდრებულ ძალადობის კატეგორიულ დაგმობას და აღმოფხვრას ეხებოდა. ეს არის უშველებელი ძალა, რომელიც გუშინ თბილისის მერიოდში შეიკრიბა და ჩვენც იქ ვიყავით, რომელმაც საკმარისად საქართველოს ინტერესების გამომხატველი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. ან ქართველ ებრაელებს 26 საუკუნევისაც აქვს ისტორია, ან ქართველ მუსულმანებს, თუნდაც კათოლიკებს და თუნდაც არაქართველებს, რომლებიც ქართული მიწის, ქართული სახელმწიფოს მიმართ არიან განწყობილები, ისე როგორც საჭიროა და უნდა იყვნენ. მაგრამ არსებობს აგრესიული ნაწილი, რომლებსაც რატომღაც ქართული ფასეულობა არაფრად მიაჩნიათ და არსებობს ადამიანები, ვინც ქსენოფობიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან.
ერთიც და მეორეც ქვეყნისათვის არის საზიანო. სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა იმუშაონ ძალიან მკაფიოდ, სადაც საჭიროა ძალიან მკაცრად, რომ არ დაუშვან დაპირისპირება იქ, სადაც ქვეყნის რეალური ინტერესი გადის და ეს ინტერესი მოგახსენეთ რაც არის დაუშვებლობა კრიზისის, დაუშვებლობა დაძაბულობის. გასაგებია ფინალში მინდა ვიკითხო ერთი კონკრეტული საკითხის შესახებ, კანონი ოკუპაციის შესახებ. ჩვენ ვიცით რომ ეს კანონი ძალიან აწუხებს ოკუპანტ ქვეყანას რუსეთს და დიდი ხანია ცდილობს მასში კონკრეტული ცვლილებების ინიცირებას მისთვის რაღაცა მისი ახლობელი თუ მისი ინტერესის ქვეშ მოქმედი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ხელით. მე მაინტერესებს დღეს, როდესაც მინისტრი ამბობს, რომ ეს შეიძლება გადაიხედოს, გაქვთ თუ არა კონკრეტული პასუხი და სხვათა შორის თქვენც თქვით, რომ ეს შეიძლება მოხდეს, რამდენად იქნება ეს თანხმედრაში იმ სურვილებთან, რაც რუსეთს როგორც სახელმწიფოს ამ კანონთან დაკავშირებით აქვს? ეს შეიძლება მოხდეს, არ მithქვას. მე ვთქვი, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. არის იქ საკითხები, რომელიც გვჭირდება ჩვენ და არა რუსეთს. ეს არის ნაცნობრობის. შეგიძლიათ მითხრათ, აი რა კონკრეტულად, რომ მეტი სიცხადე შევმატოთ ამ საკითხს. ხო, ეს არის ნაცნობრობის ნარატივი, რომელიც ამბობს, რომ რა ხან მასხრად იგდებს ამ თეზისებს, რომ ეს არის კარასილის ინსტრუქცია და უნდა რაღაცა სამარცხვინო ქმედებებით, რომელიც გუშინ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის ცერცეტული კომენტარებში, რომ თითქოს რაღაცა არ დაიშალოს ის გუნდი, რომელიც ამას ხელს უწყობს. კანონი უნდა იყოს, მე დეტალებზე დაპარაკისგან თავ შევეკავებ, უნდა იყოს ისეთი, რომელიც ყველანაირ შესაძლებლობას შექმნის, რომ ომით გახლეჩილი საზოგადოებების დაახლოების საშუალება კონდეს ქვეყანას. თუ კი ამისთვის რაღაცა დამატებითი რესურსია საჭირო დიპლომატიაში, ურთიერთობებში, რუსეთთან, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებული შტატებთან, რასაკვირველია ეს მეორე თემაა, მაგრამ კანონი უნდა გამოხატავდეს რეალურ გზებს. როგორ ვეძებოთ ერთმანეთი და როგორ ვიპოვოთ ერთმანეთი. და არა იმას, რომ ჩვენ ვქმნით საერთო ბანკებს, საერთო ეკონომიკურ რაღაც უშველებელ პროექტებს და ვახორციელებთ ამას, თითქოს არც ომი მომხდარა და არც დაპირისპირება, ესეთი სახეა დღეს ძირითადად ამ კანონ პროექტს. თუმცა არის და გარკვეულ კანონს თუმცა არის გარკვეული პოზიტიური თეზისები, პასაჟები, რომელიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და არაფრით არ უნდა დავთმოთ, თქვათ ჩვენი მკაცრი დამოკიდებულება არა უკანონო საზღვრის დარღვევისათვის, მაგრამ არ უნდა ვიყოთ მკაცრები მაშინ, როდესაც ადამიანი და ესეთი სამწუხარო ფაქტი ბევრი ქონდა, შეუცნობლად არღვევს ხაზს, გადმოდის აი ამ ხაზზე და არც ტყეტყე მოდის, არც იმალება უარდება ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს და კანონი განსაზღვრავს მათ ისეთ პასუხისგებლობას, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვება და სამწუხაროდ ცვლილებები იქნება დანაშაულებების ასეთ შეფასებების და ცვლილებები იქნება თქვათ იმ ჩარჩოში, რასაც უკაცრავად რო აი ამ დეტალზე მივაქციებ. ხო, ბრძანეთ. მე მგონია, რომ თავარი საკითხი უნდა იყოს ეს, რომ ომით გახლეჩილი საზოგადოებების დაახლოების თავარი თქვენ რო იცოდეთ რუსეთის თემა ახსენეთ ახლა. სწორედაც რუსეთია დაძაბვის შემქმნელი მხარე, რომელსაც ვიღაცეები თავისი მოქმედებებით ეხმარებიან, სწორედ იმის გამო, რომ კანონის დარბილების მომხრეები ესენი არ არიან. სწორედ ეგენი არიან იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენ კანონი კონდეს, რაც შეიძლება ლიბერალური და რაც შეიძლება მოქნილი იმისათვის, რათა საქართველო გადარჩეს და გავიდეს სამშვიდობოს. და ფინალში ბატონო გია, მინდა კითხოთ ასეთი რამ. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი დღეს ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება მზად არის სხვა დონეებზე კონტაქტებისთვისაც, რეალურად განიხილება თუ არა ხელისუფლებაში ეს საკითხი? მოდით ამ საკითხზე კომენტარებისგან თავ შევეკავებ, იმიტომ რომ რეალურად განხილვის თემაა ესეთი სიღრმისეული თემა. ეგ დიდი ხანია არსებობს, მაგრამ რუსეთი ერთი მხრივ გვაჩვენებს, როგორი კონსტრუქციულია და მეორე მხრივ გვაჩვენებს,
რეალურად ნაბიჯებს, რომელიც წინაპირობას არ უქმნის სხვა დამატებითი ხაზების გახსნას. ჩვენ ამაზე ვფიქრობთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მე ვაცხადებ, თქვათ, ჩვენი ხელისუფლებიდანაც არაერთხელ ყოფილა ამ პოზიციის დადასტურება, მაგრამ ვიყოთ დინჯები, ვიყოთ აწონილი ნაბიჯების გადადგმა არის აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ფრიად დაძაბულია. მადლობა გიავალსკის ქართული ოცნების წევრს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, რომელიც გვერდებოდა დღეს პოლიტმეტრში. ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ქართველთა მარშის თემით. ერთმანეთს პირისპირ იქნებიან სანდრო ბრეგაძე, ამ მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოძრაობა ეროვნულების თავმჯდომარე და გირჩელი ვახტანგ მეგრელშვილი. დროებით. ოკუპაციისთვის ახალი წერტილები მონიშნული